მადლობთ მოგესალმებით ყველას. მივესალმები ხონელებს, გორდელებს, ჩვენ დეპუტატობის კანდიდატებს. ჩემთვის დიდი პატივია რომ ჩვენ 6 თვის წინ კაკოსთან ერთად ამოვედით. ლაშა მაკაცარიასთან ერთად და ჩვენ დღეს ვიწყებთ გორდის კანიონის მშენებლობას. ეს შექმნის აქ სამუშაო ადგილებს და ეს გორდს დასვავს საქართველოს. ეს დასვავს ჩვენ გორდს საქართველოს რუკაზე, კავკასიის რუკაზე, ევროპის რუკაზე და მსოფლიოს რუკაზე. ამაში ვარ დარწმუნებული. თქვენ იცით რომ ჩვენ ვაშენებთ ძალიან ბევრ კურორტს საქართველოში. თქვენ ნახეთ როგორ გავაკეთეთ ახალციხე. თავიდან ვაკეთებდით ბათუმს და ყველა იძახოდა რომ გადაგვიყოლა ამან თავის ბათუმით, არავის არ აინტერესებს მაგალითად ქუთაისი. მარტო ქუთაისი კი არ კეთდება. წყალტუბოში კეთდება მსოფლიოს საუკეთესო ერთ-ერთი კურორტი. მე არ მინდა ტრაბახი ნახავს ხალხი, თავისი თვალით ნახავს. მაგრამ წყალტუბოში დღეს არის წარმოუდგენელი სიღარიბე. და ეს იმისთვის კეთდება რომ ეს ხალხი თითოეული ოჯახი გამოიყვანოს სიღარიბიდან. ძალიან საირმეში გაკეთდა. ბორჯომში ხდება აღორძინება. აბასთუმანში კეთდება. გავაკეთეთ პრომეთეს ღვიმე. ჯერ ერთ ჯგუფს დავავალეთ და ისე ვერ გააკეთა როგორც იყო საჭირო. მე პირადად დავავალე. მე სახელმწიფო გადმოიბარა და ეხლა ბოლომდე მიყვარს ძალიან მაგრა. სათაფლია ძალიან მაგრა გაკეთდა. და ეხლა ვაკეთებთ ძალიან მაგარ რაღაცას გორდში. აქ ჩვენ აღვადგენთ ერთი მოვალთ მაგარი გზით, ესე იგი თითოეულ ოჯახში მოვა მეტი დოლარი. ჩვენ აქ ვაკეთებთ დადიანების სასახლის პროექტი, უკვე გამზადებულია, ჩემი დავალებით გავაკეთეთ 6 თვის წინ. დადიანების სასახლე აღდგება და ეს კანიონი, რომელიც არის მთელ ევროპაში უნიკალური და რომელიც მოიყვანს აქ ყოველწლიურად ათობით და დარწმუნებული 100-ობით 1000 უცხოელ ჩვენი ქვეყნის ტურისტს. ესე იგი მოიტანს შემოსავალს, უნდა გავაკეთოთ ბევრი ბიზნესი, უნდა გავაკეთოთ სასტუმროები, ბანკებმა უნდა მოგცეთ კრედიტები და უნდა ვიმუშაოთ, უნდა შევქმნათ ბევრი პატარა კაფე, უნდა შევქმნათ ტურისტული მარშრუტები. ერთ სიტყვით უნდა ფული დავიტოვოთ და ეს ფული უნდა განავარჯოთ გორდელებზე, ხონელებზე, ჩვენ მოქალაქეებზე, იმათთვის რომ ყველაფერი ჭირდება. ილახოდე რომ უცხოელებმა ჩაიგდეს ყველაფერი ხელში. ნურას უკაცრავად. 95% ყველა სასტუმროში არის ქართველების გახსნილი. კაფეები ქართველების გახსნილი, ბიზნესები ქართველების გახსნილი და რაც უფრო მეტად გადავამზადებთ ხალხს, განათლებას გავაცელებთ, ტექნიკურ უნივერსიტეტებს, ტექნიკურ სკოლებს გავაკეთებთ. მით უფრო მეტად იქნებიან ქართველები მომზადებული და მით უფრო მეტად ჩვენი სამუშაო ადგილები არსად აღარ წავა. ჩვენ ყავს ძალიან ჭკვიანი ხალხი. ცოტა განამზადება უნდა, ცოტა უკეთესი პერსპექტივის შექმნა უნდა, უკეთესი გზები გვინდა, უკეთესი წყალსადენები გვინდა. ნორმალური სისტემები გვინდა, ყველგან აქ უნდა გავაკეთოთ ისეთ სისტემა, რომ ძალიან ადვილი იყოს სასტუმროების აშენება, ძალიან ადვილი იყოს სამი რესტორნების გახსნა, ძალიან ადვილი იყოს სხვადასხვა მიზიდულობების, ატრაქციონების გაკეთება. ეს თქვენ უნდა მოიფიქროთ. ჩვენ მოგიყვანთ გზებს, ჩვენ გავაკეთებთ წყლის მაგარ სისტემას ყველგან სადაც არ არის, ჩვენ ყველგან გავიყვანთ მაგარ კანალიზაციას, ჩვენ აღვადგენთ ამ სასახლეს, ჩვენ გავაკეთებთ იმ კანიონში 5 მილიონს დებთ ამ კანიონში. და შეიძლება ვიღაცა თქვას და იცი ხშირად უთქვიათ რომ აი ამ ფულად რითაც თქვენ ააშენეთ ესა თუ ის შენობა, ბათუმის მაგარი შენობები, ახალციხის რაბატი, აი ეს 5 მილიონი რომელსაც დებს ამ კანიონში. მოდით რა ხალხს დაუნაწილეთ პირდაპირ. მოდით გზები გააკეთეთ ყველგან, მოდით ოჯახებს მიეცით, მაგრამ ეს ფული ხო ხაერიდან არ მოსულა. ჩვენ რომ ბათუმი არ გაგვევითარებია, ბიუჯეტი არ გაიზრდებოდა. ჩვენ რომ ფული არ ჩაგვედოთ, ჩვენ ბალნეოლოგიურ კურორტებში შემოსავალი არ შემოვიდოდა. ლარი რატო ამყარი? მათ შორის იმიტომაც რომ ბევრი ტურისტია, თორე გაუფასურდებოდა, შეიძლება გაუფასურებულიყო ან რაღაც სხვა პრობლემა შექმნოდა. ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ჯერ ფულს დებთ იმაში, რომ განვითარება შეიქმნას. ამ განვითარებას მოყვება თან გზები, მოყვება უკეთესი განათლება, მოყვება მეტი სამუშაო ადგილი, მოყვება უფრო სოციალურად დაცული მოსახლეობა, მოყვება კაპიტალი, რომელიც თვითონ ქმნის კაპიტალს. ამასიდან ვიღაცას დავინახე ტელევიზორში ლოზუნგი, ნუ გვამადლით ხალხის ფულით გაკეთებულ გზებს. შევარნაძის ყოფილი მოხელეების გავტენილი პარტიები ამბობენ მაგას. და ნუ რას უკაცრავდა, შევარნაძის დროს ეს ხალხის ფული სად იყო, მინდა ვიკითხო. სად იყო რა? ხალხი რა მაშინ ნაკლებად შრომელი იყო თუ რა? უბრალოდ არ იქნებოდა, ბიუჯეტი არ შემოდიოდა, ყველა ჯიბეში იდებდა და არავის არაფერს არ უამადლი.
მაგრამ ჩვენ ვქმნით იმას, რომ ვერასოდეს ვერ დაბრუნდეს კორუფცია, ვერასოდეს ვერ დაბრუნდეს კრიმინალი, ვერასოდეს ვერ დაბრუნდეს ის, რაც არ გვაძლევდა საშუალებას, რომ ბიუჯეტში შემოსულიყო ფული და ეს გადანაწილებულიყო იმაზე, რომ ყველა ადამიანი საქართველოში იყოს დაზღვეული, 1000 ლარიანი ვაუჩერი მივცეთ თითოეულ ქართულ ოჯახს, რომ არავის დენი არ გაუთიშონ იმის გამო, რომ 5 ლარი არ ქონდა 12, 13, 15 რიცხვისთვის, გადანაწილეს იმისაც, რომ გზები მივუყაროთ სოფლებში, გადანაწილეს იმისაც, რომ ჩვენი ტურისტული მიზიდულობის ადგილები ავაშენოთ. საბჭოთა კავშირის დროს რა, ეს კანიონი არ არსებობდა? საბჭოთა კავშირის დროს აი ეს ბევრი ადგილი, რომელიც ახლა ჩვენ გავაკეთეთ, არ არსებობდა. საბჭოთა კავშირის დროს ახალციხე არ არსებობდა? არ აკეთებდნენ. რო იძახოდნენ, რომ უკეთესად ცხოვრობდითო, მაშინ საბჭოთა კავშირში რითი ცხოვრობდით ერთი უკეთესად? 2-3 ადგილი იყო და იქაც ვინ ისველებდა მარტო? რუსეთიდან ჩამოსული ხალხი ძირითადად, ხო ესია? ცეკა და პარტია და ისა. მე მაგალითად ისე გავიცავდი, რომ მთელი ბავშვობა რომ 1-2 შორიდან დამანახეს რომელიმე კურორტი საქართველოში და უმეტესობა ხო ესე იყო. რითი ცხოვრობთ უკეთესად, მითხარ? ეხლა რასაც ვაკეთებ, რომ ის კი არა 1-2 კურორტი სადღაც შორს. ყველგანსაც ადგილია, ყველგან უნდა განვავითაროთ, შემოსავლე შემოვიდეს, ჩვენ გავდიდეთ და მერე ჩვენც გადავწყვიტოთ რა შევხარდოთ ამ ფულს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მართლა ამის ყველაზე დიდი პატრიოტი არის კაკო ბობოხიძე, სისხლი გაგვიშრო ყველას. ამ კანიონის იდეით დავიწყებით ლაპარაკს, მოდი ახლა გავაკეთოთ დადიანები სიტყვაზე ზუგდიდში, კაკო არა გორჩი. მოდი გავაკეთოთ წყალტუბოში ახალი მაგალითასო. მოიცა გორც რას უშვებით. მოდი ეს გავაკეთოთ, მოდი ის გავაკეთოთ. გორდია ყველაზე მაგარი ადგილი და მე მგონი არ ცდება გორდი მართლა არის ყველაზე მაგარი. უამრავი ადგილები რაჭაში ახლა სოფელს ვაგდიან ღებს. აი წარმოუდგენელი სამოთხე დარწმუნებული არავის თქვენგანს არ აღარ გაგონია. მომავალ წელს იქნება ახალი ქართული ერთ-ერთი სასწაული. ახალციხეში საბჭოთა კავშირის დროს სჭირდებოდა სასაზღვრო მოწმობა რომ შევეშვით. არავინ უმეტესობას ერევა ერთმანეთში ახალქალაქი და ახალციხე. ამდენი ადგილი აღმოაჩინეთ საქართველოში. კიმტერს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც აუცილებლად დავიბრუნებთ. მაგრამ ამასობაში ამ განვითარების დროს რამდენი საინტერესო განსაკუთრებული ადგილი აღმოაჩინეთ ჩვენ მართლა ღვთისმშობლის კურთხეულ და დალოცულ ქვეყანაში. და ეს არის ერთ-ერთი ასეთი ადგილი. ამას იმიტომ არ გვანვითარებიებდნენ ჩვენ, რომ არ ზედმეტი წარმოდგენა არ ქონდა ჩვენ თავზე. აი რო იძახიან, რომ ყველაფერი აიღეს უცხოელებ. ამას იცი ვინ ხალხი იძახის? ვინც იძახს, რომ ქართველებს არაფერს თავი არ აქვს. აი თუ რუსები არ იქნებიან, მაშინ აუცილებლად ვიღაც ხო უცხოელი შემოვა. თურქი, სომეხი, ამერიკელი, სურეთი ისე ვერავინ ვერაფერს ვერ წაიღებს. ქართველები აიღებენ ყველაფერს, საქართველოს ეკომოქალაქეები. საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოება. მიუხედავად წარმომავლობისა, ეთნიკურობისა თუ სხვადასხვა წამსისა, თავარი არის რომ ეს არის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ის ვინც გვინერ გავს, ой, ამათ ყველაფერი უცხოელებისა, სწორედ ის ხალხია, ვისაც უნდა დაღობროს უკან იმპერიაში, შეგვათრიოს უკან ისევ დამყრობის ჩექმების სალოკავად და გითხარ რომ ქართველები მაინც არაფრის ღირსები არ ახალთ თქვენ. არავინ არ შემოვა, ჩვენ ადგილს ვერავინ არ დაიკარგა. როცა დავიჭერებთ რომ მაგრები ვარ, ჩვენ შეგვიძლია ინვესტიციას ბევრი ჩადებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ინვესტიცია იმუშავებს ჩვენზე. განვითარებაში ბევრი მიიღებს მონაწილეობას, ეს განვითარება დაგვრჩება ჩვენ. აი ვერავინ ვერაფერს ვერ მოიკიდებს და ვერსად ვერ წაიღებს. და ჩვენ ხალხთან გვინდა ურთიერთობა. ჩვენ დამპყრობელთან არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ის რო ჩამოდის, როგორც ადამიანს ისე გეპყრობა. და ტანკით რო მოდის, როგორც მონას ისე გიყურებს. ამიტომ მე მინდა რომ ჩვენ გვიყუროთ როგორც წარმატებულ ქვეყანას და არა როგორც მათ მიერ დამპყრობილ რაღაცას. სახალხო დიპლომატიით დავიბრუნოთ ჩვენ მათ შორის რუსეთთან ურთიერთობებს. და არა ვინც იძახის რომ უთავმოყარეობაზე გადის გზა საქართველოს უკეთეს ცხოვრებისკენ, იმან არის ის ჩვენი ისტორია. თავმოყარეობით, განვითარებით, ღირსებით, იმიტომ რომ მაგრები ვიქნებით, იმიტომ რომ სიღარიბი აღარ იქნება, უმუშევრობა აღარ იქნება, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა მინიმუმამდე დავა. ამით მოვიგეთ ჩვენ ყველას გულს, მათ შორის იმ დამპყრობლების მოსახლეობის, რომელიც დღეს ამდენად პრობლემებს გვქმნის საქართველოს და მათ შორის ჩვენი რეგიონების მოსახლეობას. ამიტომ ეს რასაც აქ ვაკეთებ, ეხლა ხშირად აი რა იქნება, ძალიან მაგარი რაღაცები იქნება. და იქნება უკვე მომავალ წელს, იმის შედეგად უფრო მაგარი იქნება და 60 წელიწადში იქნება ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო ცნობილი ადგილი. ამიტომ
ამიტომ რა მინდა გითხრათ მეტი რომ დავიკაბიწოთ ხელები მე იმედი მაქვს იმისა რომ ჩვენ ყველანი მივიღეთ მონაწილეობა სამშრომის ფერხულში ცხოვრება არ შედგება მარტო არჩევნებისგან რა თქმა უნდა ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იმით რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა თავი დაიცვას წარსულში დაბრუნებისგან იმიტომ ძალიან მარტივი კითხვა არის საქართველოს და მე ამას ვსვავს სპეციალურად აქ სადაც ჯერ კიდე კარგი გზით არ მოსულათ ჯერ კიდე ბევრი სოციალური და სხვა პრობლემა მაგრამ არის თუ არა საქართველოს უკეთესი ქვეყანა ვიდრე 8 წლის წინ მაშინ ყველაფერი გავაკეთოთ რომ კიდე უფრო უკეთესი იყოს და მათ შორის დავიწყოთ ეს აღშენელობა გორჩი ამას ჩვენ იცით ყველაფერი კარგად იქნება